აქციის დაშლისას დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტობრივად დადასტურებულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად ძლიერი არის პროტესტი და რამდენად მედგარი არის პროტესტი, რომელიც რუსთაველზე მიმდინარეობს 1 წელზე მეტია უწყვეტად და რომელსაც ივანიშვილმა ვერაფერი ვერ მოუხერხა. რომ ვიცოდეთ მაინც, მიზეზი რატომაც ქიმიური იარაღით დაწამლა თავისი მოსახლეობა ივანიშვილის რეჟიმმა, არის აი ეს ოქროს ზოდები და აი ეს მილიონობით დოლარი, რომელიც მაგალითად ყოფილი ჩინოვნიკების სახლში თვით თავადვე ამოიღო ქართული ოცნების სპეცსამსახურებმა, ხო? რეალურად აი ეს პირადი კეთილდღეობა და აი ეს პირადი კომფორტი და ძალაუფლება არის, რის გამოც აი ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის მოსახლეობის დაწამვლაზეც კი. ხოლო ჩვენ ადამიანები, რომლებიც მიუხედავად მოწამვლისა და მიუხედავად აი ამ ქიმიური იარაღის გამოყენებისა, მაინც ქუჩაში ვდგავართ, ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა გვიყვარს. გვინდა ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, ევროპული ოჯახის ნაწილი. და აი ეს განსხვავება არის ის, რის გამოც ივანიშვილი ვერასდროს ვერ მოგვერევა. ამიტომ ვერ მომერევიან.